გამარჯობა ეთერშია დღის ამბები 4-ზე მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. თქვენ უყურებთ გადაცემას TV პირველის ეთერში და უსმენთ რადიო მაესტროზე. პროტესტის ნიშნად ტოვებს ხდომას და მოუწოდება ასევე ჩემს ადვოკატებს დატოვონ სასამართლო და არ დაესწრონ ხდომებს. განაცხადა ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. მან ამ ფორმით გააპროტესტა მოსამართლე ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება სასამართლო პროცესების თლიანად დახურვის შესახებ. ბრალდებულის მსგავსად ხდომა მისმა ადვოკატებმაც დატოვეს. დეკანოზის საქმის მოსამართლემ პროცესის განხილვის სრულად დახურვით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატებმა პროცესის დატოვების შემდეგ თქვეს, რომ ადვოკატი დასაცავი პირის წინააღმდეგ არ უნდა მოქმედებდეს. მისი პროტესტი უკანონობით იყო გამოწვეული. დაველაპარაკები მამალაძეს და იმედი მაქვს მომდევნო ხდომაზე იგივეს არ მომიწოდებს სამართლებრივად. დღეს უნდა შეწყდეს პროცესი, განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. პროკურატურამ ხდომების დახურვის მოთხოვნა დღევანდელ პროცესზე იმით დაასაბუთა, რომ საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც როგორც ბრალდებული დეკანოზის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ხშირ შემთხვევაში ინტიმურ დეტალებს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა განაცხადა თითქოს მას დასამალი არაფერი აქვს, არსებობს ასევე მესამე მხარის საზოგადოების ინტერესები და ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მამალაძის პირად ცხოვრებაზე ღიად. გამოძიების დაწყების მომენტიდან პროკურატურამ ამ საქმეზე ინფორმაციის გამჟღავნება შესყუდა, თქვა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. მამალაძემ პროცესის დახურვამდე თქვა, რომ პროკურატურას ის აეროპორტში არ დაუკავებია და რომ ის დააკავეს მანქანაში, ხოლო გაჩხრიკეს პროკურატურაში. ბრალდებული მიუთითებს, რომ მისი დაკავება მისი უფლებების დარღვევით მოხდა. ამ ინფორმაციას უარყოფს პროკურატურა და აცხადებს, რომ მისი დაკავება მოხდა კანონის სრული დაცვით. და ასევე შესაძლოა დეკანოზი საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩაერთოს. ამის შესახებ განცხადებას პროკურორი აკეთებს. ჩვენ ამ თემებზე ახლა ვიწყებთ საუბარს ანა ახალაიასთან, ჩვენ ჟურნალისტთან. ის მოგვაწოდებს ბოლო ინფორმაცია სასამართლო პროცესიდან. ანა, ეს იყო პროტესტის ნიშნად დახურული ხდომა, ჩაშლილი ხდომა, გადადებული ხდომა თუ როგორ შეიძლება უწოდოთ აი ამ ხდომის მიმდინარეობას თუ დასრულებას, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ და თქვენი გავრცელებული კადრებიც გვაქვს ჩვენ, რომელიც შიგნით ხდომაზე იყო გადაღებული. დიანა, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და ხდომა სრულად დახურა, მან შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი განმარტებაც კი გააკეთა, როგორც მოსამართლემ განაცხადა, ის გაეცნო პროკურატურის წარმომადგენლების მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სადაც მისივე განცხადებით ფიგურირებს ძალიან ბევრი საჯარო პირის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა და შესაბამისად მოსამართლემ ამ პირების პირადი ცხოვრების უსაფრთხოების მიზნით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილებაც. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა პროტესტი თავად დეკანოზ გიორგი მამალაძის მხრიდან, რომელმაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები გააკეთა სასამართლო პროცესზე. მან განაცხადა, რომ ის პროტესტის ნიშნად ტოვებს დარბაზს და ასევე მოუწოდა მის უფლებადამცველებსაც, რომ დაეტოვებინათ სასამართლო დარბაზი. ადვოკატებმა დეკანოზის ეს მოთხოვნა გაითვალისწინეს, მათაც დაუყოვნებლივ დატოვეს სასამართლო ხდომა, როგორც უფლებადამცველებმა განაცხადეს, პროცესზე დაირღვა ადვოკატის უფლებები. ისინი ასევე ამბობდნენ, რომ დეკანოზმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან პროკურატურის წარმომადგენლებმა პირადი ცხოვრებით შანტაჟით ვერ მოახერხეს მისი გატეხვა. რაც შეეხება ბრალდების მხარის წარმომადგენლებს, პროკურატურის წარმომადგენლებმა უპრეცედენტო უწოდეს უფლებადამცველების ამ გადაწყვეტილებას. ისინი ამბობდნენ, რომ დღეს ადვოკატების მიზანი დღევანდელ პროცესზე იყო, რომ მათ მოეწყოთ შოუ. გარდა ამისა, პროკურორმა ჯარჯი ციკლაურმა ჩვენთან საუბარში ასევე არ გამორიცხა ის, რომ თუ დეკანოზის უფლებადამცველები გააგრძელებენ მსგავს ქმედებებს, უკვე მოსამართლემ მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება და დეკანოს სახაზინო ადვოკატები დაენიშნოს. დასტურდა, რომ ადვოკატებს არავითარი სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ. მათ არ აქვთ მტკიცებულებები. მათი ერთადერთი მიზანი იყო მოეწყოთ სანახაობა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადვოკატებმა დატოვეს დაცვის გარეშე და მათ უსაფუძვლოდ დატოვეს სასამართლოს ხდომები. ეს არის კანონის დარღვევა, რის გამოც ისინი გაძევებული იქნან მოსამართლის მიერ ფაქტიურად. მათ მიერ სპეკულაცია, რომ თითქოს რაღაც ინტიმურ ვიდეოებით ვაშანტაჟებთ ვიღაცას, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ისინი აწყობენ სანახაობას, ვიმეორებ, თუმცა ისინი ვერც პროცესს გააჭიანურებენ,
და ვერც თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას. რასაც ჩვენ ვითხოვდი და რასაც მამა გიორგი ვითხოვდა, რომ მთელი სასამართლო პროცესი ყოფილიყო საჯარო. ამის იგნორირება გააკეთა. ზუსტად კოპირება გაუკეთა იმ შუამდგომლობას, რა შუამდგომლობითაც მიმართა პროკურატურამ გამოძიებას და პროტესტის ნიშნად. თავისი უფლებები ესე რომ შევახულიავდა, როგორც ბრალდებულს არაფერი უფლება აღარ დაუტოვეს, მამა გიორგიმ დატოვა სასამართლოს ხდომა და ჩვენ ადვოკატებს ოფიციალურად კატეგორიულად მოგთხოვა, რომ აღნიშნული სასამართლოს ხდომა დაგვეტოვებინა. მისი ეს პროტესტი იყო გამოწვეული იმ უკანონობით, რომელიც მოხდა. ყველამ დაინახეთ, რომ სასამართლო იმიტომ დაიხურა, მარტივად გეუბნები, იმიტომ დაიხურა, რომ მამა გიორგი მამალაძე ვერ გატეხეთ იმ მუქარით, რომელიც ყველამ დახეთ, როგორ ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრებით, ვერ გატეხენ და ვერც ბრალის დამძიმებით 20 წლამდე ანუ ვადოპატიმრობით და ეხლა ერთადერთი გზა დარჩათ, დახურონ სასამართლო პროცესი, სადაც ალბათ იმედი აქვს, რომ გამოტანებენ მათთვის სასურველ განაჩენს. სასამართლოს ხდომის დარბაზიც და საქალაქო სასამართლოს შენობაც უკვე დატოვეს, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის წარმომადგენლება უცნობია, როდის ჩაინიშნება ყველაზე სკანდალური ეგრეთ წოდებული ციანდის საქმის შემდეგი პროცესი და ასევე უცნობია დაესწრება თუ არა ამ პროცესს დეკანოს გიორგი მამალაძემ, რომელმაც დღეს, როგორც უკვე აღვნიშნე, ხდომას პროტესტის ნიშნად დატოვა. დიდი მადლობა ანა ახალაიას. მე მაყურებელს ვეთყვი, რომ ჩვენ ამ თემას გადაცემის სოლობისას კიდევ დაუბრუნდებით. ჩვენ ახლა ვიღებთ მასალას, თუ რა ხდებოდა უშუალოდ სასამართლო სხდომაზე, სასამართლო დარბაზში და ამ მასალას საპატრიარქოს ადვოკატისა და დეკანოს გიორგი მამალაძის ადვოკატების პირდაპირ ჩართვასთან ერთად შემოგთავაზებთ გადაცემის მეორე ნაწილში, ასე რომ დეკანოზის საქმე ისევ იქნება ჩვენი გადაცემის თემა, ოღონდ ცოტა მოგვიანებით მას შემდეგ, რაც სასამართლო დარბაზიდან მიღებული მასალა გვექნება. რაც შეეხება ბათუმს, მაყურებელმა კარგად იცის, რომ